4 წელი იქნება რაც მონასტერში ცხოვრობდა, წინამძღვრად დავალებული მაქვს, სტუმრებს ღებულობ ჩემთან სენაკში ოთახში და არის ხშირი შემთხვევები, რომ სხვადასხვა განსაცდელების გამო მოდიან, მაგალითად ოჯახი ენგრევა, ვიღაცა სასმელს არის აყოლილი, წამალს არის აყოლილი, აზარტული თამაშები გავრცელებული არის და მოდიან ხოლმე და ზოგი ახალი გამოსულია კიდე ციხიდან. მოდიან ძილი არ აქვთ ხოლმე პირველი 3 დღე, ესე იგი არ აქვს ძილი და მე საუბრობთ ხოლმე ერთმანეთში და ესე იგი მე რჩევას მივცემ ხოლმე რომ წინამძღვრთან მივიდნენ აღსარება თქვან, ესე იგი და ზიარება აღსარებით მე პარაკლესები ტარდება ყოველდღიურად, სხვადასხვა ლოცვები ტარდება და შედეგი არის ხოლმე თვალნათლი მე-4, მე-5 დღეს მშვიდად ძინავთ ხოლმე რომ დილით მე მიჭესხინის გაღვიძება ხოლმე წირვაზე წავედი 4 საათზე ავდგეთ ხოლმე და არის სხვადასხვა ასაკის ხალხი მოდიან, ხნიერებიც არიან, ბავშვებიც თქვენ ხედავთ რომ ყველანი არის ასაკის ხალხი არის ჩვენთან მონასტერი, დიდი მონასტერი და მოდიან სხვადასხვა გაჭირებული ადამიანები, პატარა ბავშვები მოდიან სტიქაროსნოლნერე, უხარიათ ვასწავლეს კლინის მოქსოვას, ხელნაკეთი რაც ჩვენ ვიცით, ჩვენც მე ვასწავლით ხოლმე. კიდევ ყავს ინვალიდები, ყავს უსაყაროები, ყავს პატრონერი არ აყავ და ხშირად ყოფილა შემთხვევები რომ ბოლო დღეები მართლა ჩვენ მონასტერში გაუტარებიათ, მე გარდაცვლილია და მიგვიხედეთ დაგვისაფლავებია. ეხლა თქვენ დაინახეთ რომ სხვადასხვანაირი ხალხია, კოჭლები, ვრმები არიან, ჩავარდნილებიც არიან. და ეს ხშირი შემთხვევაში განსაკუთრებით მარხვაში მოდის ხალხი და ზაფხულობით მოდიან ხოლმე არდადეგებზე, ბავშვები, სტუდენტები და სხვადასხვა პრობლემებით მოდიან, განსაცდელებში არიან, გავრცელებულია დღეს ეს აზარტი, სასმელი, ეს ნარკომანია, ზოგს ოჯახები ენგრეოდა და მე ესე იგი ჩემი თვალი დამინახია რომ აღსარება ზიარებით, ესე იგი პარაკლესებზე ლოცვების დასწრებით წმენით, ესე იგი ხშირ შემთხვევაში აი როგორც ჭიქაში წყალს რომ ღურია წყალს ჩაასხავ, დრო უნდა იმას რომ დაილეკოს და ზოგი 3 დღეში, ზოგი 6 დღეში, ზოგი 10 დღეში, ესე იგი წმენის და მიხედვით, ესე იგი მე გამოსვლა მდგომარეობაში, დღეს მე ტკბილად არიან ოჯახებთან. ხშირ შემთხვევაში მე სხვა შვილები შეეძინა რა დანგრევაზე იყო ოჯახი, თვითონ იმედი აღარ ქონია, თვითონ გვისაუბრი, ისე ძიმე მდგომარეობა ყოფილა ზოგ შემთხვევაში და ეხლა კარგად არიან, მოდიან, ზოგი მრევლი გახდა ეხლა ჩვენთან დადის წირვებზე კვირაობით 10 საათზე იწყება ხოლმე ჩვენთან წირვები და მოდიან მრევლი არიან და ესე იგი ახალი მადლობელია ღმერთს ადიდებენ და მადლობენ ღმერთს რომ ესე იგი მოგვარდა მათი განსაცდელი პრობლემები კარგად არიან.